გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და გარგარის კრეფა დაიწყო. ფერმერ გია კიტესაშვილის განმარტებით სეზონის დასაწყისში ატმისა და გარგარის ფასები 5-6 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი 2 ლარამდე დაიკლო. ფერმერების თქმით, წელს ატმის კარგი მოსავალია, მათ იმედი აქვთ, რომ შარშანდელის მსგავსად ფასით წელსაც კმაყოფილები იქნებიან. მოსავალი კარგი მოვიდა წელს, გარგრის არის ახლა სხვა ჯიშები არის სომხური ჯიში ცოტა გაფუჭდა ნაწილობრივ, მაგრამ ამას ქართულ გარს ვერ ეძახით, ასეთი სახელია კახეთში. ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, პროდუქტი ძალიან ბევრი არის და რაც სავარია იკრიფება კარგად და გასავალი ძალიან დიდი არის. ჩამოდიან მყიდველები ძალიან ბევრი საქართველოს ფარგლებიდან. ეხლა მაცევრომაც დაიწყეს მიღება, ეს უკვე 2 დღე არის და ეგეც კაია, როცა მაცევარი მიიღოს ფასი ნორმალური ხდება, სტაბილური, თუმცა ფასი თავიდან ძალიან კარგი იყო, 4-5 ლარი ღირდა, ახლა დაიწია და ეს ბუნებრივია დაიწია, იმიტომ რომ ბევრი მოსავალი არის და ცოტა ფასები ჩამოვიდა 2 ლარის ფარგლებში, მაგრამ მაინც ნორმალურია. გლეხი მაყოფილია ძირითადად და ვფიქრობ, რომ ახლა მაცევრებიც რო უკვე დაიწყეს მიღება, აღარ დაიწევს ფასი და პირიქით შეიძლება ავიწევს კიდეც გარგრის ფასმა. მაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი დაიწყო და უხარისხოა. ბევრი როა წრილი ფასი არა აქვს, თვალე. ჩავარდნია ბაზარი.